მოულოდნელად სროლა ატყდა. პისტოლეტებისა და ავტომატების ხმამ ხალხის მხიარული გნიასი გადაფარა. სადღაც ქალი აკივდა. მსუქანმა მედუქნემ მოულოდნელი სიმკვირცხლით დაღლს ქვევიდან მოკლე თოფი გამოაძრო და გასასვლელისაკენ გაიქცა. არტიომმა კათხას ხელი უშვა, წამოხდა, ჩანთა ზურგზე მოიგდო, ავტომატის ჩამკეტს თითი გამოკრა და მედუქნეს მიჰყვა. თან ამბობდა, რომ წინასწარ გადაახტევინეს სადლის საფასური. ვინ იცის როგორ გამოადგებოდა ახლა ის 18 ვაზნა. ზემოდან კარგად ჩანდა, რომ დარბაზში რაღაც საშინელება ხდებოდა. შიშისაგან შეშლილი ხალხი კიბეებზე ამორბოდა. არტიომი კი ცდილობდა ბრბო გაერღვია და როგორმე ქვემოთ ჩაეღწია. ლიანდაგზე რამდენიმე ტყავის ქურთუკიანი გვამი ეგდო. ბაქანზე სისხლის უზარმაზარ გუბეში პირქვე იწვა ქალი. არტიომმა სწრაფად გადააბიჯა, მას ცდილობდა არ შეეხედა, მაგრამ ფეხი დაუცდა და კინაღამ მის გვერდით გაიშხლართა. პანიკას მოეცვა იქაურობა. კარვებიდან ჩაუცმელი ადამიანები გამორბოდნენ. უცებ ერთ-ერთი მათგანი წელში მოიხარა. მუცელზე ხელი იტაცა და ძირს გვერდულად დავარდა. არტიომი ვერ ხვდებოდა საიდან ისროდნენ. დარბაზის მეორე ბოლოდან გამორბოდნენ ტყავის ქურთუკიანი ბანდიტები, რომლებიც კიტაი-გოროდის ამ ნახევარს აკონტროლებდნენ და მუჯლუგუნებით მოარღვევდნენ ბრბოს. ბაქანზე არავინ ისროდა. უცებ არტიომი მიხვდა, რომ თავდამსხმელები იმ გვირაბში იყვნენ ჩასაფრებული, რომლის გვერდითაც ახლა იდგა. მაშასადამე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცლოდა იქაურობას. მან ავტომატს ხელი სტაცა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა. საკმაოდ რომ გასცდა, უკან მოიხედა და მარცხენა გვირაბში კამუფლაჟში ჩაცმული ნახევარ შავსახიანი ფიგურები შეამჩნია. ერთბაშად გააცივა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ესენი შავები არ იყვნენ. ის ურჩხულები არც ტანსაცმელს იცვამდნენ და არც იარაღს იყენებდნენ. თავდამსხმელებს უბრალოდ შავი ნაკსოვი ნიღბები ეკეთათ. ასეთი ნიღბების შოვნა შეიძლებოდა ყველგან, სადაც იარაღი იყიდებოდა. თუ ავტომატ AK-47 შეიძენდი, ნიღაბს უფასოდ გამოგატანდნენ. მოსაშველებლად კალუგელებიც მოიჩქაროდნენ. ისინი გვამებს როგორც ბარიკადს ისე ამოეფარნენ და ცეცხლი გახსნეს. ვიღაცებმა ვაგონის ფანჯრებზე აჭედილი ფანერა გამოტეხეს და იქიდან ტყვიამფრქვევი ააკაკანეს. არტიომმა ზემოთ დაკიდებულ მეტროსადგურების მაჩვენებელს ახედა. თავდამსხმელები ტრეწიაკოვსკაიას მხრიდან მოვიდნენ. მაშასადამე ეს გზა მოჭრილი იყო. რჩებოდა ერთი გზა კუზნეცი მოსტამდე. დილემა თავისთავად გადაწყდა. არტიომი ლიანდაგზე ჩახდა და კუზნეცი მოსტისაკენ მიმავალი გვირაბისაკენ გაიქცა. ხანი და ტუზი არსად ჩანდნენ. მხოლოდ ერთხელ გაიერვა ფიგურამ, რომელიც ყვაწვილმა ხანს მიამსგავსა. არტიომი შეჩერდა, მაგრამ მიხვდა, რომ შეცდა, ამიტომ ფეხს აუჩქარა. გვირაბში შევარდა და დანარჩენ გაქცეულებს შეუერთდა. ხალხის ტალღა წინ მიიწევდა, ისმოდა ყვირილი და გინება, ვიღაც ქვითინებდა. ფარნებისა და ხრჩოლავი ჩირაღდნების შუქი აქა-იქ ანათლებდა კედლებს. არტიომმა ჯიბიდან ამოიღო ხანის დაჩუქარი ფარანი. ბერკეტი ამუშავა და სუსტი შუქი იატაკს მიანათა. ცდილობდა ფეხი არაფრისთვის წამოეკრა და სწრაფად ევლო. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდა. მამაკაცები, ბავშვები, ქალები და მოხუცები ბარგს ეზიდებოდნენ. ყმაწვილი რამდენჯერმე გაჩერდა, რომ წაქცეულებს ადგომაში დახმარებოდა. უცებ დაინახა მოხუცი კაცი, გულხელი დაკრეფილი, გვირაბის კედელთან ჩაკეცილიყო, სახე ტკივილისაგან დამაჭვოდა. გვერდით კი ედგა ბიჭი, რომლის სახის ნაკვთებმა, გამომეტყველებამ და ამღრეულმა თვალებმა უკარნახა არტიომს, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ უნდა ყოფილიყო. ამოცნაური წყვილის დანახვაზე ყმაწვილს გული შეეკუმშა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩქარობდა, შეჩერდა. მოხუცმა შეამჩნია ყმაწვილის ყურადღება და შეეცდა და გაეღიმა. თან რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. აშკარად ჰაერი არ ყოფნიდა. თვალები დახუჭა, ალბათ იმისთვის, რომ ძალღონე მოეკრიბა. არტიომი მოხუცისკენ დაიხარა თუ არა, პატარა ბიჭმა ღმუილი მორთო. თან პირიდან დორბლი ჩამოსდიოდა. არტიომმა ანგარიში მიუცემლად ხელი ჰკრა მას. ბიჭი შეტორტმანდა, ლიანდაგზე დავარდა და საცოდავად აყმულდა. ახალგაზრდაო, ძლივს ამოღერღა მოხუცმა. ასე ნუ ეკცევით, ეს ვანეჩკაა, მას არ ესმის. არტიომმა მხრები აიჩეჩა. თუ შეიძლება ნიტროგლიცერინი ჩანთაში ერთი ცალი მომეცით. მე თვითონ არ შემიძლია, გაჭირვებით ამოთქვა მოხუცმა. არტიომმა დერმატინის ჩანთაში მოძებნა წამლის ახალი გაუხსნელი ფირფიტა. ძლივს ამოიღო პაწაწინა აბი და მოხუცს გაუწოდა. მე თვითონ არ შემიძლია, ხელს ვერ ვწევ, თუ შეიძლება ენის ქვეშ ჩამიდეთ. ლუღლუღით ითხოვა მოხუცმა. არტიომმა ეჭვით დახედა თავის ჭუჭყისაგან გაშავებულ ხელებს, მაგრამ მაინც დაუჯერა უცნობს და აბი პირში ჩაუდო. მოხუცმა თვალები დახუჭა და ერთხანს ასე იყო. გამოქცეული ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა. ჩაცუცქული არტიომი მხოლოდ ტალახიან ფეხსაცმელებს ხედავდა. გვირაბის კედელს მიყრდნობილი კაცებს არავინ აქცევდა ყურადღებას. ვანეჩკა იმავე ადგილას იჯდა და
ყრუდ უყმუოდა. არწივმა დაინახა, რომ ვიღაც გამლელმა მას ციხლი უთავაზა. ბავშვს ცრემლები წამოსვივდა და ყმულის უმატა. მოხუცმა თვალები გაახილა, მძიმე დამოიოხრა, დამოილუღლუღა. დიდი მადლობა, ახლა უკეთვარ. იქნებ ადგომაში დამეხმაროთ. არწივმა ავტომატი ზურგზე გადაიტანა. მოხუცი ფეხზე წამოაყენა და ჩანთან მიაწოდა. მოხუცი ბიჭთან მივიდა და მიეფერა. ცდილობდა ლიანდაგიდან აეყენებინა. პასუხად ბავშვი მხოლოდ ზმუოდა, ხოლო როდესაც მას არწივი მიუახლოვდა, გაბრაზებული აშიშინდა და პირიდან ისევ გადმოუვიდა დორბლი. წარმოიდგინეთ, ეს არის ვიყიდა წამალი, შესჩივლა გონს მოსულმა მოხუცმა არწივს. ამისათვის სპეციალურად მოვიდი იმსის შორიდან. ჩვენთან არის შოება, არავის შემოაქვს. თხოვნითაც ვერავის თხოვ, უკვე მიმთავრდებოდა. ბოლო აქეთობისას პუშკინსკაიაზე დაოლია. იქ გაგვანჩერეს, არ გვიშვებდნენ. იქაურობას ახლა ფაშისტები აკონტროლებენ. წარმოგიდგენიათ პუშკინსკაიაზე ფაშისტები ამბობენ, უნდათ რომ სადგურს სახელი გადაარქვან და გიტლეროვსკაია თუ შილეროვსკაია უწოდონო. თუმცა შილერზე რა თქმა უნდა წარმოდგენაც არა აქვთ. ამიტომ მე ტყუილი მგონია, წარმოგიდგენიათ ამ სვასტიკიანმა ნაძირლებმა დაუწყეს ვანეჩკას წვალება და დაცინვა. ძალიან მინერულე და გული გამეხდა ცუდად, ხოლო ამის შემდეგ გამოგვიშვეს. სპეციალურად დავმალე ეს წამალი. ყველამ ხომ არ იცის რა არის, ხო და ჩხრეკიცას რომ არ ეპოვათ. უცებ სროლა დაიწყო. გავიქეცი და რამდენიც შევძელე ვირბინე. თან ბავშვს მივათრევდი. ვანეჩკამ თახზე მამალოები დაინახა და აღარ უნდა წამოსვლა. თავიდან ცოტათი მჩხლეტდა გული და ვიფიქრე, რომ წამალი არ დამჭირდებოდა. ვერ გავიმეტე. მერე მივხვდი, რომ მაინც უნდა დამელია. მინდოდა ჩანთიდან ამომეღო, მაგრამ უცებ ისეთი შეტევა დამემართა, რომ ვეღარ მოვახერხე. ვანეჩკას კი არაფერი ესმის. რამდენი ხანია ვცდილობ ვასწავლო წამალი მომაწოდოს. როცა ცუდად გავხდები, მაგრამ ვერ ისწავლა. ხან თვითონ ჭამს, ხანაც მაშინ მაჩრის, როცა საერთოდ არ მჭირდება. მე რა თქმა უნდა მადლობას ვეუბნები და ვუღიმი. ისიც მიიღიმის და უხარია, მაგრამ ვერ ხვდება როდის უნდა მომაშველოს. მე რომ რამე დამემართოს, ეს სულ მარტო დარჩება უპატრონოდ. ნამდვილად დაიღუპება უჩემოდ. მოხუცი ლაპარაკს განაგრძობდა და არწივს თვალებში შესიცინებდა, რის გამოც ყმაწვილი თავს საკმაოდ უხერხულად გრძნობდა. უცნობი ცდილობდა სწრაფად ევლო, მაგრამ არწივს ეჩვენებოდა, რომ უკუს ნაბიჯით მიიწევდნენ წინ. სულ უფრო ნაკლები ხალხი რჩებოდა მათ უკან. ალბათ მალე ყველა ჩამორჩებოდნენ. უკვე დამშვიდებული ვანეჩკა უდარდელად მიყვებოდა მოხუცს. თან ხელს არ უშვებდა მას. დრო მარჯვენა ხელს იშვერდა წინ და უთითებდა ნივთებზე, რომლებიც გაქცეულ ადამიანებს დაუცვივდათ. თან რაღაცას ლუღლუღებდა. ბოდიშს ვიხდი ახალგაზრდავ, რა გქვიათ? მიმართა მოხუცმა არწივს. აგერ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და არ გაგვიცნია ერთმანეთი. არწივი, ძალიან სასიამოვნოა. მე მიხაილ პორფირევიჩი ვარ. დიახ, პორფირევიჩი. მამაჩემს პორფირი ერქვა. საკმაოდ იშვიათი სახელია. საბჭოთა დროში ზოგიერთი ორგანიზაციას კითხვებს კი უჩნდებოდა მამასთან ამის გამო. მაშინ უფრო სხვა სახელები იყო მოდაში. მაგალითად, ვლადინელი ან სტალინა. თქვენ საიდან ხართ? ვედენხადან? მე და ვანეჩკა ბარიკადნაიადან მოვედით. ოდესღაც იქ ცხოვრობდი, მოხუცმა გაიღიმა. ოროთახიანი ბინა მქონდა მრავალსართულიან სახლში, მეტროსთან. თუმცა თქვენ ალბათ არც კი გახსოვთ შენობები. მაბატიეთ, რამდენი წელს ხართ? თუმცა რას გეკითხებით? ჩემი ბინიდან ისეთი ხედი იშლებოდა, მთელი ცენტრი ჩანდა. ბინა პატარა, მაგრამ ძალიან მოხერხებული იყო. მუხის პარკეტი ეგო, როგორც ყველგან. სამზარეულოში გაზქურა იდგა. ღმერთო, ახლა რომ ვფიქრდები, რა მოსახერხებელი რამ არის გაზქურა, მაშინ არ მომწონდა. სულ მინდოდა ელექტროქურით შემეცვალა, ფული ვერ შევაგროვე, რომ მეყიდა. ხორში მარჯვნივ კედელზე ტინტორენტოს ნახატის რეპროდუქცია ეკიდა ძვირფას მოუქრულ ჩარჩოში. ძალიან ლამაზი იყო, ნამდვილი საწოლი მქონდა ბალიშებით და სუფთა ზეწრებით. დიდი საწერი მაგიდა და ზედ დასადგამი ნათურა, ისე კარგად ანათებდა და რაც მთავარია წიგნის თარები მქონდა ჭერამდე. მამაჩემისაგან დამრჩა დიდი ბიბლიოთეკა და მეც ვაგროვებდი წიგნებს. სპეციალურ ლიტერატურასაც და იმასაც, რაც მაინტერესებდა. ნეტავ რატომ გიყვებით ამას? ალბათ არც გაინტერესებთ ბებერი კაცის სისულელეები. მე კი დღემდე ვიხსენებ, ძალიან მაკლია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით მაგიდა და წიგნები. ბოლო დროს რატომღაც საწოლი მენატრება, ყველაზე მეტად. აქ სად გვაქვს ასეთი რამეები? ჩვენთან სადგურზე ხის თვითნაკეთი ტახტები გვიდგას. ხანდახან პირდაპირ იატაკზე გვძინავს რაღაც ჭინჭებზე, მაგრამ არა უშავს. მთავარი ის ხომ არ არის, რაც გარეთ ხდება, არამედ აი აქ გულში. მთავარია შინაგანად არ შეიცვალო, სულით არ დაეცე. საცხოვრებელი პირობები კი როგორი გექნება, მაინც და მაინც მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა აი საწოლი მართლა განსაკუთრებით მენატრება.
მოხუცი წუთითაც არ ჩერდებოდა. არტემი ინტერესით უსმენდა, თუმცა ვერ წარმოედგინა როგორია მრავალსართულიან სახლში ცხოვრება, რა ხედი ჩანს იქიდან და რანაირად შეიძლება რამდენიმე წამში ზემოთ ასვლა. ესკალატორით კი არა, რაღაც ლიფტით. მიხაილ პორფირიევიჩი ცოტა ხნით გაჩვენდა, რომ შეესვენა. არტემმა კი ისარგებლა პაუზით, რათა საუბარი მისთვის საჭირო თემაზე გადაეტანა. გეგმის მიხედვით პუშკინსკაიამდე თუ გიტლეროვსკაიამდე უნდა მისულიყო, რომ იქიდან ჩეხოვსკაიაზე გადაენაცვლა და იქიდან უკვე სანუკვარ პოლისში მოხვედრილიყო. ნუ თუ პუშკინსკაიაზე ნამდვილი ფაშისტები არიან? იკითხა მან. რას მეკითხებით, ფაშისტები? ხო, დიახ, ამოიოხრა მოხუცმა. თავგადაპარსულები სამკლაურებით საშინელებაა პირდაპირ. შესასვლელიც და მთელ სადგურზეც კიდია ნიშნები წითელ წრეში გადახაზული შავი ადამიანის გამოსახულებით. თავიდან ვერ მივხვდი მის მნიშვნელობას და ვიკითხე, არ ვიცი როგორ არ შემეშინდა, თურმე ეს მათი ახალი სიმბოლოა და ნიშნავს, რომ შავებს ეკრძალებათ სადგურზე შესვლა. წარმოგიდგენიათ, შავების ხსენებაზე არტემს გააჟრჟოლა. შეშფოთებით გახედა მიხაილ პორფირიევიჩს და ფრთხილად კითხა: ნუ თუ შავები იქაც არიან, იქამდეც მიაღწიეს? თავში კი 1000 აზრი უტრიალებდა, ეს როგორ მოხდა? ის ხომ ერთი კვირის წინ წამოვიდა ვედეენხადა. ნუ თუ მისი მშობლიური სადგური უკვე დაეცა და ახლა შავები პუშკინსკაიას უტევენ. ნუ თუ მისი მისია ჩაიშალა, მან ვერ მოასწრო, ვერ შეასრულა დავალება და ყველაფერი ამაო იყო. არა შეუძლებელია ასე რომ მომხდარიყო, აუცილებლად ხმა დაირხეოდა. ამბავი აუცილებლად მოახსენდა მის ყურამდე. ეს თუ მართალია, მაშინ ყველაფერი დამთავრდა. მიხაილ პორფირიევიჩმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გაუცებულმა არტემს კითხა: მაპატია, თქვენ რომელ იდეოლოგიას იზიარებთ? მე საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი იდეოლოგია, რატომ მკითხეთ? რა დამოკიდებულება გაქვთ სხვა ეროვნების ადამიანების, მაგალითად კავკასიელების მიმართ? რა შუაშია კავკასიელები? საერთოდ ეროვნებებში მაინც და მაინც კარგად ვერ ვერკვევი. ვიცი, რომ ადრე არსებობდნენ ფრანგები, გერმანელები, ამერიკელები, მაგრამ ალბათ უკვე ყველანი ამოწყდნენ, არა? კავკასიელებზე კი მართლა არაფერი ვიცი. დარწმუნებით აღიარა არტემმა. ისინი კავკასიელებს უწოდებენ შავებს. აუხსნა მიხაილ პორფირიევიჩმა. თან გამომცდელად შესქეროდა, ცდილობდა გაერკვია, რამდენად გულწრფელი იყო არტემი. მე კი მგონია, რომ კავკასიელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მხრები აიჩიჩა არტემმა. დღეს რამდენიმე ვნახე. სრულიად ჩვეულებრივები, დაუდასტურა მიხაილ პორფირიევიჩმა. ნორმალური ადამიანები არიან, მაგრამ ამ ნაძირლებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცით განსხვავდებიან და სდევნიან მათ. არა ადამიანები, წარმოგიდგენიათ, იქ ზედ ლიანდაგის თავზე ჩამაგერებულია კაუჭები. ერთ-ერთზე ჩამოკიდებული იყო ადამიანი, ნამდვილი ადამიანი. ვანეჩკამ შეამჩნია და ახმაურდა, ამიტომაც მოგვაქციეს ყურადღება იმ მტარვალებმა. თავისი სახელი რომ გაიგონა, ბიჭმა ამღრეული მზერა მიაპყრო მოხუცს. არტემმა მოიჩვენა, რომ იგი უსმენდა საუბარს. შეიძლება ზოგი რამ გაიგოკიდეს, მაგრამ რა კი მეტჯერ აღარ უხსენებია, შებრუნდა და ისევ გვირაბს დაუწყო თვალიერება. რახან ეროვნებებზე ჩამოვარდა სიტყვა, ვიტყვი, რომ ისინი გერმანელებს აღმერთებენ. განაგრძო მიხაილ პორფირიევიჩმა. მათი იდეოლოგია ხომ გერმანელებმა მოიგონეს, თუმცა თქვენ იცით ეს და რატომ გიყვებით? არტემმა ორ ჭოფულად დაუქნია თავი. სინამდვილეში არაფერი იცოდა ამის შესახებ, მაგრამ არ უნდოდა რომ თავისი უვიცობა გამოიჩინა. იცით, იქ ყველგან გერმანული არწივები და სვასტიკები კიდია და კიდევ ფრაზები გერმანულად, ჰიტლერის გამონათქვამები სიმამაცისა და სიამაყის შესახებ. არ ჩუმდებოდა მოხუცი. სულ აღლუმებსა და მარშებს ატარებენ. სანამ იქ ვიდექით, ვეხვეწებოდი ვანეჩკასათვის თავი დაენებებინათ. ისინი კი ბაქანზე მწყობრად დააბიჯებდნენ და სიმღერებს მღეროდნენ სულის იდიადისა და გმირული სიკვდილის შესახებ. საერთოდ გერმანული ენა ასეთი რამებისათვის ზედგამოჭრილია. ცოტა გერმანული მეც ვიცი. აი შეხედეთ, აქ სადღაც ჩაწერილი მაქვს მოხუცმა ჯიბიდან ძველი გაქექილი ბლოკნოტი ამოიღო. ერთი წუთით თუ შეიძლება მომინათეთ. ფარნის შუქის ყვითელ წრეში არტემმა დაინახა ქარაგბებიან ჩარჩოში ჩასმული ლათინური ასოებით დაწერილი ტექსტი. გერმანული ტექსტი. არტემი ლათინურ ასოებს ცნობდა. სადგურის ბიბლიოთეკაში ერთხელ ძველი სასკოლო სახელმძღვანელო იპოვა და იმით ისწავლა. მაგრამ რა თქმა უნდა, სიტყვაც ვერ გაიგო. რა არის ეს? იკითხა მან და თან მიხაილ პორფირიევიჩს ხელკავი გამოსდო, რომ სწრაფად ევლოთ. მოხუცი კი ცდილობდა ადგილიდან დაეძრა ვანეჩკა, რომელიც რატომღაც ჯიუტობდა და იღრინებოდა. ეს ლექსია, მოწყენით თქვა მიხაილ პორფირიევიჩმა. დაღუპული მებრძოლების ხსოვნას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ლექსადვე ამის თარგმნა არ შემიძლია, მაგრამ შინაარსი კი ასეთია.
შენ მოკვდება ყველა შენი ახლობელი, განადგურდება ქონება. ხოლო ერთი რამ დარჩება უკვდავი, ჩვენ ვიცით ეს, ხსოვნა დაღუპულთა მებრძოლთა დიდების. მაგრამ როგორ უღიმღამოდგეს თარგმანი არაა, გერმანულად კი პირდაპირ ქუხს, ჟურვანტელი დაგივლის ადამიანს, აი ასე უცებ მოხუცი გარჩუმდა, თითქოს შერცვა რომ ასე გაიტაცა ამ საუბარმა. ერთხან შუმად მიდიოდნენ, არტემი ერთი მხრივ გულში ბრაზობდა, უკვე ტოლვილთა ნაკადის ლამის სულ ბოლოში არიან მოქცეულნი და არ იცის რა ხდება ზურგს უკან. ეს უცნაური მოხუცი შუა გზაში უკითხავს ლექსებს, მეორე მხრივ კი ანგარიშ მიუცემლად გუნებაში სულ ლექსის ბოლო ტაებს იმეორებდა. რატომღაც უცებ გაახსენდა ვიტალიკი, რომელთან ერთადაც მაშინ ბოტანიკურ ბაღში იყო. ვიტალიკა სადგისი სამხრეთის გვირაბიდან მოსულმა თავდასხმელებმა მოკლეს. ის გვირაბი ყოველთვის უსაფრთხოდ ითვლებოდა, ამიტომაც დააყენეს იქ ვიტალიკა. მაშინ ის 18 წლის იყო, არტემი კი 16-ისა. მოილაპარაკეს საღმოს ჟენკასთან უნდა მისულიყვნენ, რომელსაც ნაცნობმა მოვაჭრემ განსაკუთრებული შხამიანი სოკო ჩამოუტანა, პირდაპირ თავში მოარტყეს. წინ ზუსტად შუბლის ცენტრში მხოლოდ პატარა შავი ნახვრეტი ეტყობოდა, უკან კი ნახევარი თავის ქალა აღარ ჰქონდა. მერე გაახსენდა სუხოის და ჰანტერის საუბარი, მისმა მობილმა რომ უთხრა მონადირეს, ხომ შეიძლება იქ არაფერი იყოს, მოკვდები და მორჩა, აღარაფერი დარჩება შენგან. ზოგიერს კიდევ ემახსოვრები ცოტა ხანს, მაგრამ მალე ისინიც დაგივიწყებენ. მოკვდება ყველა შენი ახლობელი, მგონი ასე წერია, არტემი ცახცახმა აიტანა. ამიტომ გაუხარდა კიდეც მოხუცი ისევ რომ ალაპარაკდა. შემთხვევით ერთი გზა ხომ არ გვაქვს, მხოლოდ პუშკინსკაიამდე, ნუ თუ იქაპირებთ დარჩენას, უпроსტოდ იქ გაჩერებას, მე არ გირჩევთ არტემ, ვერც კი წარმოგიდგენიათ იქ რა ხდება. ჩვენთან ერთად ბარიკადნაიამდე ხომ არ წამოხვიდოდით, სიამოვნებით გავაგრძელებდით თქვენთან მუსაიბს. არტემი გაურკვევლად პასუხობდა. პირველსავე შემთხვევაში თუნდაც უწყინარი მოხუცი ყოფილიყო, ვერ გაუმხელდა თავის მისიას. რა კი პასუხი ვერ მიიღო, მიხაილ პორფირევიჩი ისევ გაჩუმდა და საკმაოდ დიდხანს იარეს უსიტყვოდ. სიწყნარე იყო და არტემი ცოტა დამშვიდდა. მალე გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ისინი კუზნეცკი მოსტს უახლოვდებოდნენ. არტემმა აქაური წესები არ იცოდა, მაგრამ ამიტომ ავტომატი მაისურში გაახვია და ზურგჩანთაში ჩატედა. კუზნეცკი მოსტი დასახლებული სადგური იყო. ბაქნიდან 50 მეტრში გამშვები პუნქტი გაემართათ. ბრეზენტის საფარჩამოცმული ტყუილამფრქვევი იდგა და ჩამქრალი პროჟექტორი ეკიდა. იქვე იჯდა ძველი მწვანე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ძალიან მსუქანი კაცი და რკინის ჯამიდან რაღაცა სჭამდა. კიდევ ორი ფორმიანი კაცი გულდასმით ამოწმებდა გვირაბიდან გამოსულთა საბუთებს. ტოლვილთა რიგი ნელა მიიწევდა წინ, რადგან გუშაგები არ ჩქარობდნენ, ხალხი სადგურზე შეეშვათ. მაგათად ვიღაც ბიჭს სულაც უარი უთხრეს და საბრალო დაბნეული იდგა მოშორებით. დრო და დრო ისევ ცდილობდა გუშაგთან მისვლას და რაღაცის ახსნას, მაგრამ უშედეგოდ. ყველას ჩხრეკდნენ. ერთ მამაკაცს მაკაროვის პისტოლეტი უპოვეს და რიგიდან გააძევეს, ხოლო როგორც კი მან შეკამათება სადა ხელები შეუკრეს და სადღაც წაიყვანეს. არტემი აფორიაქდა და ეს მიხაილ პორფირევიჩმა მაშინვე შეამჩნია. მათმა ჩურჩულით გაუმხილა, რომ მასაც ჰქონდა იარაღი. მოხუცმა თავის ქნევით დაამშვიდა, ყველაფერი კარგად ჩაივლისო. არტემს ძალიან აინტერესებდა, როგორ აპირებდა საქმის მოგვარებას, მაგრამ მოხუცი ჯიუტად დუმდა, მხოლოდ სახეზე დასთამაშებდა უცნაური ღიმილი. ამასობაში მათი რიგიც მოახლოვდა. მათ წინ მესაზღვრეები 50-ოდე წლის ქალის პლასტმასის ჩანთას ამოწმებდნენ. ქალი მოთქვამდა და მესაზღვრეებს წევლიდა. არტემი გულში სრულიად ეთანხმებოდა მას, მაგრამ ხმამაღლა ამის გამოთქმას ვერ ბედავდა. უცებ ერთ-ერთმა მესაზღვრემ მრავალმნიშვნელოვნად დაუსტვინა. დედაკაცის ჩანთიდან რამდენიმე ხელყუმბარა ამოიღო და ახსნა განმარტების მოსასმენად მოემზადა. არტემი დაერწმუნებული იყო, რომ ქალი მოხვებოდა გულის ამაჩუყებელ ამბავს შვილიშვილზე, რომელიც შემდგებლად მუშაობს და ეს უცნაური დეტალები მას საქმისათვის სჭირდება. ან კიდევ დაიწყებდა მტკიცებას, რომ ეს ხელყუმბარები გზაში იპოვა და ზუსტად ახლა აპირებდა კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემას. მაგრამ ქალი სხვაგვარად მოიქცა. მან ერთხელ კიდევ მიაწყევლა მესაზღვრეს, შებრუნდა და გვირაბისაკენ გაიქცა. გუშაგმა ფაფიანი ჯამი დადგა და ტყუილამფრქვევისაკენ გაეშურა, მაგრამ ერთ-ერთმა მესაზღვრემ, ალბათ ჯგუფის უფროსმა ხელით ანიშნა, თავი დაანებეო. გუშაგმა ამოიოხრა და ფაფიან ჯამს მიუბრუნდა.
მიხაილ პორფირევიჩმა კი პასპორტი ამოიღო და მაგიდასთან მივიდა. საოცარი იყო, რომ უფროსმა მებაჟემ, რომელმაც სულ ახლახან ასე გულდასმით გაჩხრიკა ერთი შეხედვით უწყინარი ქალის ჩანთა, მოხუცის პასპორტს ცალი თვალით ჩახედა. ვანეჩკას კი საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. მოვიდა არწიომის ჯერიც. ულუაშიანმა გამხდარმა გუშაგმა ჩამოართმა ყმაწვილს საბუთები და დაიწყო მათი შესწავლა. განსაკუთრებით ყურადღებით ათვალიერებდა ჩარტყმულ ბეჭდებს და ერთი 5 ჯერ მაინც დახედა ფოტოსურათს. მთელი ამ დროის განმავლობაში არწიომი გაღიმებული იდგა და ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა. საბჭოთა პასპორტი რატომ გააქვს? კითხა ბოლოს მესაზღვრამ, რაც შეიძლებოდა მკაცრად. ალბათ იმიტომ, რომ სხვა მიზეზი ვეღარ მონახა. ჩვენმა ადმინისტრაციამ იმ ბლანკზე გამომიწერა, რომელიც ჰქონდა, აუხსნა არწიომმა. ეს უკანონობაა, კოპების შეკრა ულუაშებიანმა. გახსენით ზურგჩანთა. უეცრად მიხაილ პორფირევიჩი მივიდა მებაჟესთან და ჩურჩულით უთხრა: კონსტანტინ ანდრეევიჩ, ეს ახალგაზრდა ჩემი ნაცნობია. ძალიან წესიერი ყმაწვილია. მე ვაგებ პასუხს მასზე. მესაზღვრომ ხელი ჩაყო არწიომის ჩანთაში. 5 თქვა მან მკაცრად. სანამ არწიომი მიხვდებოდა, რაც გულისხმობდა იგი, მიხაილ პორფირევიჩმა ჯიბიდან მუჭით ვაზნები ამოიღო და 5 ტყვია გუშაგის ღია ჩანთაში ჩააცურა. უცებ მესაზღვრეს სახე ისე გაუნათდა, არწიომის ზურგჩანთაში ნამდვილად რაღაც საინტერესოს მიაგნო. ყმაწვილმა იგრძნო, რომ გულმა ბაგაბუგი დაუწყო და თვალები დახუჭა. 15 შეცვალა გადაწყვეტილება გუშაგმა. არწიომმა შვებით ამოისუნთქა. ავტომატის მჭიც დასწვდა და კიდევ 10 ვაზნა გაუჩინარდა მესაზღვრის ჩანთაში. გუშაგმა ეს ვერ შეამჩნია, უბრალოდ განზე გადგა. სადგურზე შესასვლელი გზა თავისუფალი იყო. შემდეგი 15 წუთი არწიომმა და მიხაილ პორფირევიჩთან კამაც მოანდომეს. ყმაწვილი ცდილობდა მოხუცისათვის 5 ვაზნა დაებრუნებინა. ის კი უთკიცებდა, რომ მისი ვალი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რამდენიმე ტყვია. კუზნეცკი მოსტი არწიომის მიერ უკვე ნანახი სხვა სადგურებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ისიც მარმარილოთ იყო განწყობილი და გრანიტის იატაკი ჰქონდა, მხოლოდ თაღები აქ უჩვეულოდ მაღალი და ფართო იყო, რის გამოც სივრცე თითქოს მეტი ჩანდა. უცნაური ის იყო, რომ აქ ორივე ლიანდაგზე იდგა მატარებლები. ვაგონები სადგურის თითქმის მთელ სიგრძეზე გაჭიმული იყო. ფანჯრები განათებული იყო, კარები ღია. ასეთი რამ არწიომს ჯერ არ ენახა. მართალია ბუნდოვნად ახსოვდა, რომ მის შორეულ ბავშვობაში ასეთი მატარებლები გაკაშკაშებული ფანჯრებით კივილით დაქროდნენ ლიანდაგებზე, მაგრამ ეს მოგონებები იმდენად შორეული იყო, რომ სიზმარს უფრო გავდა. პირველად ამ მოგზაურობისას იხილა რიჟსკაიას გვირაბში გაჩხერილი მატარებელი და ცალკეული ვაგონები კიტაი-გოროდისა და მშვიდობის გამზირის სადგურებზე. სულ ეს იყო. არწიომი ძალაუნებურად შეჩერდა და წითელ ხაზზე გადასასვლელ ხიდთან ჩამწკრივებული ვაგონები გადათვალა. ვაგონების თავზე ზედ ხიდზე განათებულ წრეში გამოკიდებულ ალისფერ დროშას მწვანე ფორმაში გამოწყობილი ორი ავტომატიანი ჯარისკაცი იცავდა. ფორმიანებმა არწიომს თავისი სათამაშო ჯარისკაცები გაახსენეს, როდესაც ჯერ კიდევ დედასთან ერთად ცხოვრობდა. 3 ასეთი ჯარისკაცი ჰქონდა. ერთს, რომელიც ალბათ მეთაური იყო, ხელში პისტოლეტი ეჭირა და უკანი ხედებოდა, თითქოს თავის რაზმს უხმობდა. დანარჩენი ორი კი მკერდზე მიდებული ავტომატით გაჭიმული იდგა. ეს ფიგურები ალბათ სხვადასხვა კოლექციიდან იყო და თამაშს ართულებდა. გამოდიოდა თითქოს მეთაური ომში ეძახდა. მებრძოლები კი ყურადღებას არ აქცევდნენ და პოსტზე გაშაშებული იყვნენ ამ ალისფერი დროშის მცველებივით. უცნაური ის იყო, რომ სამივე ჯარისკაცი არწიომს ძალიან კარგად ახსოვდა. დედის სახე კი ვერაფრით აღედგინა გონებაში. ეს სადგური მეტნაკლებად მოწესრიგებული იყო. აქაურობასაც ავარიული განათება ანათებდა. ჭერზე რკინის უცნაური კონსტრუქცია იყო დამონტაჟებული. შესაძლოა ადრეს სწორედ ის ანათებდა აქაურობას. გარდა მატარებლებისა, სხვა საინტერესო არწიომმა აქ ვერაფერი ნახა. არაერთხელ გამიგონია, რომ მეტროში ბევრი ძალიან ლამაზი სადგურია, მაგრამ ყველა ერთმანეთს გავს. უთხრა მან მიხაილ პორფირევიჩს. რას ამბობთ, ახალგაზრდაო? ზოგი მართლა ისეთი ლამაზია, რომ თვას ვერ მოსწყვეტ. მაგალითად, კოსმოლსკაია წრიულ ხაზზე ნამდვილი სასახლეა. შეეკამათა მოხუცი. იქ ჭერზე უზარმაზარი პანოა. მართალია მასზე ლენინი და კიდევ სხვა უმსგავსობაც არის გამოსახული? ვაი, ამას რას ვამბობ? მოხუცმა ხმას დაუწია და უკვე ჩურჩულით განაგრძო. ამ სადგურზე ძალიან ბევრი ჯაშუში და აგენტია. სოკოლნიჩესკაიას უკაცრავად წითელი ხაზიდან მე ისევ ძველ სახეს ვეძახი მას, ასე რომ აქ ასეთი რამის ლაპარაკი არ შეიძლება. მართალია ადგილობრივი ხელმძღვანელობა დამოუკიდებელია, მაგრამ წითლებთან კონფლიქტს ერიდება. ამიტომ ვის გადაცემასაც ისინი მოითხოვენ, უარს არ ეუბნება.
რომ არაფერი ვთქვათ მკვლელობებზე. ამ სიტყვებზე მოხუცმა ფრთხილად მიმოიხედა. მოდით სადმე შევისვენოთ. მე ძალიან დავიღალე. მგონი ვერც თქვენ დგახართ ფეხზე. ღამე გავათიოთ და გზა განვაგრძოთ. არწივმა თავი დაუქნია. ეს დღე მართლა ძალიან ხანგრძლივი და ძნელი გამოდგა. დასვენება ნამდვილად ესაჭიროებოდა. ისინი ბაქანს გაუყვნენ. არწივი შურით უყურებდა მატარებლებს და ცდილობდა წარმოედგინა როგორ ცხოვრობდა ხალხი შიგნით. ვაგონები და მხიარული ლაპარაკი და სიცილიის მომდა. კარებში გამომდგარი სამუშაოდან დაბრუნებული დაღლილი კაცები პაპიროს ეწეოდნენ და მეზობლებს იმ დღევანდელ ამბებს უზიარებდნენ. იქვე იდგა მაგიდა, რომელსაც მოხუცი ქალები უცხდნენ და ჩაისვამდნენ. ირგვლივ ბავშვები დარბოდნენ და ეს ყველაფერი არტემისათვის ძალიან უჩვეულო იყო. ვედეენ ხაზზე ხალხი ყოველთვის დაძაბული იყო, სულ რაღაც ცუცელოდა. საღამობით მეგობრები იკრიბებოდნენ ხოლმე ვინმეს კარებში და საუბრობდნენ, მაგრამ იქ არასოდეს უნახავს ყველა კარი ღია ყოფილიყო. ადამიანებს ერთმანეთთან დაუპატიჟებულად ევლოთ და ბავშვების ჟიამულს აეკლო იქაურობა. კუზდეც კი მოსტი სულ სხვანაირი უჩვეულოდ წელში გამართული სადგური ჩანდა. არტემმა ვეღარ მოითმინა, მოხუც დაეწია და ჰკითხა: რითი ირჩენენ თავს ამ სადგურის მაცხოვრებლები? ნუ თუ არ იცით, გაკვირვება ვერ დამალა მიხაილ პორფირევიჩმა. ამ სადგურზე მთელ მეტროში საუკეთესო ტექნიკოსები და ხელოსნები ცხოვრობენ. აქ დიდი სახელოსნოებია. მთელი სოკოლნიჩესკაიას ხაზიდან აქ მოაქვთ ხელსაწყოები შესაკეთებლად. წრიულიდანაც კი. ამიტომ აქ ძალიან კარგად ცხოვრობენ. სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, მაგრამ ამის უფლებას ძალიან ძნელად იძლევიან. არწევს იმედი ჰქონდა, რომ ამ ღამეს რომელიმე ვაგონში დივანზე დაიძინებდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. შუა დარბაზში იდგა რამდენიმე დიდი კარავი. სწორედ ისეთი, როგორებიც ვედეენ ხაზზე იყო. ერთ-ერთს ეწერა სასტუმრო. მის წინ ლტოლვილთა დიდი რიგი იდგა, მაგრამ მიხაილ პორფირევიჩმა ადმინისტრატორი გვერდზე გაიხმო, რაღაც ჩაუჩხრიალა ჯიბეში და თან ჯადოსნური სიტყვებიც დააყოლა. ამ სიტყვებიდან არწევმა მხოლოდ კონსტანტინ ალექსეევიჩი გაიგონა. ყველაფერი უცებ მოგვარდა. აქეთ მობრძანდით, შეიპატეჟა მოხუცმა არწევი. ვანეჩკა გახარებული აღოღონდა. ჩაი უფასოდ მიართვეს. ლეიბები კი ისეთი რბილი ჰქონდათ, რომ ადგომ აღარ მოგინდებოდა. წამოწოლილი არწევი ჩაის სულს უბერავდა და მოხუცის ნაამბობს უსმენდა. ისინი მთელ ხაზს ვერ აკონტროლებენ. აქ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს და თვით წითლებიც არასოდეს გამოწყდებიან, რომ უნივერსიტეტს და ყველაფერს, რაც იმის იქითაა, მათი ძალაუფლება ვერ წვდება. დიახ, რეალურად წითელი ხაზი მხოლოდ სპორტსივნაიამდე გრძელდება. იმის იქით კი ძალიან გრძელი მონაკვეთი იწყება. იქ ადრე იყო სადგური ლენინსკი გორი. მერე ის დახურეს. ამ სადგურის შემდეგ ხაზი დედამიწის ზედაპირზე ამოდის. იქ ოდესღაც ხიდი იყო, რომელიც აფეთქების შემდეგ ნელ-ნელა ინგრეოდა. ერთ დღეს კი საერთოდ ჩაიშალა და მდინარეში ჩავარდა. ასე რომ უნივერსიტეტთან კავშირი თავიდანვე თითქმის გაწყვეტილი იყო. არწევმა ჩაიმოსვა და იგრძნო, რომ ახლა ძალიან საინტერესო რამეს გაიგონებდა. უფსკრულის თავზე გაწყვეტილი წითელი ხაზის რელსები იდუმალი ისტორიის მხოლოდ დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ვანეჩკა ფრჩხილების კვნეტით ირთობდა თავს და საუბარში ხელს არ უშლიდათ. ამის გამო არწევს სიმპათიაც კი გაუჩნდა მის მიმართ. იცით, ბარიკადნაიაზე პატარა წრეა. ცოტა დარცხვენით განაგრძო მიხაილ პორფირევიჩმა. საღამოობით იქ ვიკრიბებით ხოლმე. ხანდახან 1905 წლის ქუჩიდანაც მოდიან სტუმრად. მას მერე რაც პუშკინსკაიადან გააძევეს ყველა, ვინც სხვანაირად აზროვნებს, ანტონ პეტროვიჩი ჩვენთან გადმოსახლდა. ისეც არაფერს ვაკეთებთ. ძირითადად ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ. ხანდახან პოლიტიკაზეც ჩამოვარდება სიტყვა. ჩვენ სადგურზე მაინც არ უყვართ განათლებული ხალხი, რას არ გვიწოდებენ დამპალ ინტელიგენციას, მეხუთე კოლონას. ასე რომ ვცდილობთ ზედმეტად არ ვიხმაუროთ, მაგრამ აი იაკობ იოსიფოვიჩი ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ დაღუპულა. თუ მას დაუჯერებთ, მათ მოახერხეს გვირაბების დაბლოკვა და იქ დღემდე ხალხი ცხოვრობს. უბრალო ხალხი კი არა, ხო გესმით, აი იქ ადრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. სადგურის სახელიც აქედან მოდის, ხო და თითქოს პროფესორების და სტუდენტების ნაწილი გადარჩა და ინტელექტუალური ცენტრი ჩამოყალიბდა. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ ლეგენდაა, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ სამივე სადგურს მართავს რექტორი. თითოეული მათგანის სათავეში კი დეკანი დგას. მეცნიერებაც ვითარდება, ასე თუ ისე სტუდენტები არიან, ასპირანტები და ლექტორები. არც კულტურა ჩამკვდარა, წერენ რაღაცას და ჩვენს მემკვიდრეობასაც არ ივიწყებენ. ანტონ პეტროვიჩმა კი თქვა, რომ მისმა ნაცნობმა ინჟინერმა საიდუმლოდ გაანდო. ზედაპირზე ასვლასაც კი ახერხებენო, თვითონ შექმნეს დამცავი კოსტიუმები. ხანდახან მათი მზვერავები მეტროშიც ჩნდებიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ ძნელი დასაჯერებელია. მიხაილ პორფირევიჩმა არწუვის თვალებში ჩახედა. ყმაწვილმა მის მზერაში ისეთი სევდა მოიკითხა, რომ
რაც შეეძლო დამაჯერებლად უპასუხა. რატომ? სრულიად რეალურია, პოლისი ხომ არსებობს, მე როგორც ვიცი, ისიც სადღაც იქ არის. ხო, პოლისი შესანიშნავი ადგილია, მაგრამ როგორ უნდა მოხვდე იქ? თანაც ამბობენ, რომ იქაურ საბჭოში ძალაუფლება ისევ სამხედროებს ჩაუვარდათ ხელში. რა საბჭოში? გაუკვირდა არწევს. როგორ არიცით? პოლის მართავს საბჭო, რომელშიც ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები, ბიბლიოთეკის მუშაკები ან სამხედროები შედიან. დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლიოთეკის შესახებ ყველაფერი იცით და ამიტომ აღარ მოვყვები. მაგრამ პოლისის მეორე შესასვლელი ოდესღაც პირდაპირ თავდაცვის სამინისტროში თუ სადღაც მის გვერდით იყო. გენერალიტეტის ნაწილმა მოახერხა მეტროში ჩასვლა. თავიდან სწორედ მათ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება პოლისში და საკმაოდ დიდი ხნით, მაგრამ მაცხოვრებლებს არ მოსწონდათ მათი მმართველობა. ჯანყდებოდნენ კიდევაც. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მანამ სანამ წითლებთან ომი დაიწყებოდა. ბოლოს დათმობებზე წავიდნენ და ეს საბჭო შექმნეს. იქ თავიდანვე შეიქმნა ორი ფრაქცია, სამხედროების და ბიბლიოთეკარების. რა თქმა უნდა, საკმაოდ უცნაური ალიანსია, მაგრამ ასე გამოვიდა და რა სიზამ. ამ ფრაქციებს ერთმანეთში მუდმივი ქიშპი აქვთ. როდესაც წითლებთან ომს აწარმოებდნენ, თავდაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კულტურა, ამიტომ სამხედროებს მეტი გავლენა ჰქონდათ. როდესაც მშვიდობა ჩამოვარდა, ისევ ბიბლიოთეკის მუშაკებმა აჯობეს. გავიგე ახლა ისევ სამხედროებს პოზიციები გამყარდა და დიდ ყურადღებას აქცევენ დისციპლინას. კომენდანტის საათი შემოიღეს და კიდევ ასეთი რამეები. გაიღიმა მიხაილ პორფირევიჩმა. ახლა იქ შესვლა ისევე ძნელია, როგორც ზურმუხტის ქალაქამდე მიღწევა. ჩვენ ხუმრობით ასე შევარქვით უნივერსიტეტს და იმ სადგურებს, რომლებიც მას ესაზღვრებიან. იქ მოსახვედრად ან წითელ ხაზს უნდა დაადგენ, ანაც ჰანზიდან სცადო შესვლა. ეს რომ ადვილი არ არის, თქვენც კარგად გესმით. ფაშისტების მოსვლამდე პუშკინსკაიადან ჩეხოვსკაიაზე შეიძლებოდა გადასვლა. იქიდან კი ბოროვიცკაიამდე. სულ ცოტა მანძილი რჩება. მართალია ცუდი მონაკვეთია, მაგრამ სანამ ცოტა ახალგაზრდა ვიყავი, ვბედავდით ამ გზით სიარულს. არწევმა მაშინვე იკითხა, რატომ იყო გზის ეს მონაკვეთი ცუდი და მოხუცმაც მართალია უხალისოდ მაინც დაიწყო მოყოლა. იქ გვირაბის შუაგულში დამწვარი მატარებელი დგას. დიდი ხანია იქ აღარ ყოფილ ვარ, ამიტომ არ ვიცი შეიცვალა თუ არა რამე, მაგრამ ადრე ვაგონებში სკამებზე დანახშირებული გვამები ეყარა. პირდაპირ საშინელება, არ ვიცი იქ რა მოხდა, ნაცნობებსაც ვკითხე, მაგრამ იმათაც ვერ მითხრეს. ამ მატარებელში გავლა ძალიან ძნელია. მისი გვერდის აქცევაც ვერაფრით ხერხდება, რადგან გვირაბი ჩამოშლილია და ვაგონების გარშემო მიწის უზარმაზარი გროვები ყრია. თვით იმ მატარებელში კი ცუდი რამეები ხდება. მიჭირს ამის ახსნა. მე თვითონ ათეისტი ვარ და მისტიკური სისულელეების არ მჯერა, მაგრამ ყველაფერს ხან ვირთხებს ვაუბრალებდი, ხან სხვა არსებებს. ახლა კი დარწმუნებით ვეღარაფერს გეტყვით. ამ სიტყვამ არწევს საკუთარი თავგადასავლე გაახსენა. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მან უამბო მოხუცს რა დაემართა მის რაზმს ბურბონს და როგორ ახსნა ეს ყველაფერი ხანმა. რას ამბობთ, ეს ხომ სრული სისულელეა, შეაწყვეტინა მიხაილ პორფირევიჩმა. მეც გამიგონია ასეთი რამეები. გახსოვთ იაკობ იოსიფოვიჩი რომ ვახსენე. ის ფიზიკოსია და ამიხსნა, რომ ფსიქიკის ასეთი დარღვევები ხდება მაშინ, როცა ადამიანებზე ზემოქმედებენ ძალიან დაბალი სიხშირის ბგერებით. ჩემი გამოჩერჩეტებული თავი თუ არ ვცდები დაახლოებით 7 ჰერცის ოდენობის. ბგერები კი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიშვას, მაგალითად ტექტონიკური ძვრების გამო. სამწუხაროდ იაკობ იოსიფოვიჩს ცოტა უყურადღებოდ ვუსმედი, მაგრამ მიცვალებულთა სულები და თან მილებში ეს შეუძლებელია. არწევს მოხუცი სულ უფრო მოსწონდა. მიხაილ პორფირევიჩი ისეთ რამეებს ყვებოდა, ყვაწვის ჯერომ არავისგან სმენოდა. მოხუცს მეტროზეც სულ სხვა ძველმოდური შეხედულება ჰქონდა. თანაც აშკარად ჩანდა, რომ მიწის ზედა ცხოვრება ენატრებოდა და აქაურობას ვერადავერ ეგუებოდა. არწევს კვლავ გაახსენდა ჰანტერისა და სუხოის კამათი და გულუბრყვილოდ კითხა თანამოსაუბრეს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ადამიანები დავბრუნდებით ოდესმე-ზევით? შევძლებთ გადარჩენას და დაბრუნებას? თუმცა შეკითხვა მაშინვე ინანა, რადგან მისმა კითხვამ მოხუც თითქოს შიგულში გაუარა. იგი ერთბაშად მოეშვა და ჩუმად უიმედოდ თქვა: არა მგონია. მაგრამ ხომ იყო სხვა მეტროპოლიტენებიც პიტერში, მინსკში, ნოვგოროდში. ჩამოთვალა არწევმა გაზეპირებული სახელწოდებები, რომლებიც არაფერს არ ეუბნებოდნენ მის გულსა და გონებას. ორა ლამაზი ქალაქი იყო ლენინგრადი, სევდიანად თქვა მიხაილ პორფირევიჩმა. ისაკის ტაძარი, პეტრე დიდის ქანდაკება, საღამოობით კი ნევის გამზირი სავსე იყო ხალხით.
ბავშვები ნაყინს ჭამდნენ, ახალგაზრდა ლამაზი გოგოები მუსიკა უკრავდა უფრო ზაფხულობით. ზაფხულში იქ იშვიათად იყო კარგი ამინდი, მაგრამ თუ დადგებოდა, ლაჟვარდოვან ცაზე ღრუბელი არ ჩანდა, მზიანათებდა და ჰაერი იყო ისეთი, რომ მოხუცი არწომს უყურებდა, მაგრამ ვერ ხედავდა მას, რადგან მის თვალწინ ახლა თვალწარმტაცი ქალაქის დიდებული ხედები იშლებოდა. არწომს მოიჩვენა, რომ თუ უკან მიიხედავდა, თვითონაც დაინახავდა ამ ყველაფერს. რაღაც ხნის მერე მიხაილ პორფიროვიჩმა მძიმე დამოიოხრა. არწომი დუმდა, რადგან არ უნდოდა დაემთხო მისთვის ეს ტკბილი მოგონებები. დიახ, იყო სხვა მეტროპოლიტენებიც. ბოლოს და ბოლოს ხმა მოიღო მოხუცმა. შეიძლება იქ დღესაც ცხოვრობს ხალხი, მაგრამ დაფიქრდით ახალგაზრდაო. რამდენი წელი გავიდა და არავინ გამოჩენილა. ნუ თუ ამდენ ხანს ვერ გვიპოვეს, თუ კი ვინმე გვეძებს, ამიტომ არ ამგონია, თქვა და თავი ჩაქინდრა. ხუთიოდე წუთს კიდევ დუმდა და მერე ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა. ღმერთო, რა მშვენიერი სამყარო გავანადგურეთ. კარავში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, ვანეჩკას უკვე ეძინა. მშვიდად სუნთქავდა. მხოლოდ ხანდახან ამოიყმულებდა ხოლმე. არწივი დარწმუნებული იყო, რომ მოხუცი ფხიზლობდა, მაგრამ გადაწყვიტა აღარ შეეწუხებინა, თვალები დახუჭა და სადა დაეძინა. ყმაწვილს ეგონა, რომ ასეთი მშფოთვარე დღის შემდეგ მალევე დაეძინებოდა, მაგრამ დრო უსაშველოდ გაიწელა. ლეიბმა, რომელიც თავიდან ასეთი რბილი ეჩვენა, გვერდები აატკივა. კარგა ხანს იწრიალა, სანამ ბოლოს და ბოლოს მოხერხებული პოზა იპოვა. თავში სულ მოხუცის სევდიანი სიტყვები უტრიალებდა. არა მგონია. აღარასოდეს დაბრუნდება ეს ლურჯი უღრუბლოცა, ზაფხულის თბილი საღამოები, ნაზისიო, გაჩახშახებული ფართო ქუჩები და ცამდე აზიდული შენობები. ახლა ცის მაგივრობას გვირაბის მავთულებიანი ბეტონის ჭერი წევს და ასე იქნება მუდამ. როგორ თქვა მოხუცმა, ცა ლაჟვარდისფერი იყო? მართლაც უცნაური იყო ბოტანიკურ ბაღის ცა, ვარსკვლავებით მოჭედილი, მაგრამ არა ლაჟვარდისფერი, არამედ ლურჯი და ბრჭყვიალა. შენობებიც უზარმაზარი იყო, მაგრამ სუბუქი, თითქოს ჰაერში დაკიდებული. მათი კონტურები უკიდეგანო სივრცეში იკარგებოდა. გარშემო კი იმდენი ხალხი ერეოდა, არწივს ადრე არასოდეს ენახა ერთად ამდენი ადამიანი. შესაძლოა, მხოლოდ კიტაი-გოროდში ისინი სწრაფად მოძრაობდნენ, ბავშვები დარბოდნენ და ჭამდნენ რაღაცას. ალბათ ნაყინს. არწივს უნდოდა ერთი ბავშვისათვის ეთხოვა, რომ ცოტა ეწილა და მისთვის. მას ხომ არასოდეს ენახა ნამდვილი ნაყინი. პატარაობისას ძალიან უნდოდა თუნდაც ერთი ლუკმა გაესინჯა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. საკონდიტრო ფაბრიკებს ობი მოჰკიდებოდა და შიგ ვირთხები დარბოდნენ. ბავშვები ახლოს არ ეკარებოდნენ და არწივმა ისიც ვერ მოახერხა, რომ რომელიმე სახე დაენახა. ბოლოს უკვე ვეღარ ხვდებოდა რა უნდოდა. ბავშვის სახის დანახვა თუ ნაყინის მოკბეჭა. ამან შეაშინა. შენობების მსუბუქი კონტურები უცებ გამოხვდა და დამძიმდა. რამდენიმე წუთში ისინი ავდრის ღრუბლებს დაემსგავსდნენ. არწომი კი ისევ ბავშვებს დასდებდა და ეჩვენებოდა, რომ ისინი მხიარულად კი არ იცინოდნენ, არამედ ბოროტად და ავის მომასწავლებლად. ბოლოს როგორც იქნა მოახერხა ერთი ბიჭის დაჭერა. ბავშვი ცდილობდა დასხტომოდა, მერე მთელი სახე და ხელები დაუკაწრა. არწომმა ძალა მოიკრიბა, ბიჭი გააკავა და კარგად დააკვირდა. ეს ვანეჩკა იყო. ბავშვმა კბილები დაკრიჭა, დაიყმულა და შეეცადა ხელში ჩაფრენოდა, ხოლო როცა არწომმა მოისრულა, წამოხდა, თავი ასწია და ზუსტად ისე აყმულდა, როგორც ავადსახსენებელი შავები ყმუოდნენ ვდნ-ხაზე. სხვა ბავშვებიც გაჩერდნენ, მერე კი ნელ-ნელა დაიწყეს მიახლოება. მალე მათ შეავსეს ჩამოწოლილ შენობებს შორის დარჩენილი ყოველი კუთხე და კუნჭული. აიტაცეს ვანეჩკას ყმული და არწიომისაკენ პირით შებრუნდნენ. მათ სახეები არ ჰქონდათ, მხოლოდ შავი ტყავის ნიღბები და მთლიანად შავი თვალები გუგების გარეშე. უცებ არწიომს ჩაესმა ხმა, რომელიც თავდაპირველად ხმაურში ვერ იცნო. რადგან ძალიან ჩუმი იყო ხმა, არ ჩერდებოდა გაუთავებლად ერთსა და იმავეს იმეორებდა. ბოლოს ყმაწვილმა სიტყვებიც გაარჩია, შენ უნდა წახვიდე. ეს ჰანტერის ხმა იყო. არწიომმა თვალი გაახილა და საბანი გადაიხადა. კარავში ბნელოდა და ძალიან დახუთული ჰაერი იყო. გაბრუებულს ფიქრი უჭირდა, არ იცოდა რამდენ საათს ეძინა და ადგომის დრო იყო თუ კიდევ შეიძლებოდა უკეთესი სიზმრის იმედით გვერდი ეცვალა. უცებ კარვის კალთა გადაიწია და გამოჩნდა იმ მესაზღვრის თავი, რომელმაც ისინი სადგურზე შეუშვა. მიხაილ პორფირევიჩ, ადექი ჩქარა, რა დაემართა, ხომ ცოცხალია? მესაზღვრი კარავში შეძრო და მოხუცს ჯღრევა დაუწყო. პირველმა ვანეჩკამ გაიგუძა და აზმულდა. კაცმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა ბიჭი ხელზე საქმენად წაეტანა, ძლიერად წაუთაქა თავში. ამ ხმაურზე მხუციც გამოფხიზლდა.
მიხაილ პორფირიევიჩ ადექი ახლავე ჩქარჩქარა მიაყარა მესაზღვრემ სასწრაფოდ უნდა წახვიდი აქედან წითლება მოითხოვე შენი თავი რადგან ცილს სწამლებ მათ და მტრულ პროპაგანდას ეწევი 1000-ჯერ გთხოვე აქ ამ ჩვენს დაწყეული სადგურზე არ გელაპარაკა შენს უნივერსიტეტზე რატომ არ დამიჯერე რას ამბობთ კონსტანტინ ალექსეევიჩ რა პროპაგანდა წამოიწია ლეიბი და მოხუცი ღმერთმანი არაფერი მithქვას მხოლოდ ამ ახალგაზრდას მოუყევი ცოტა რამ მაგრამ ჩუმად მოწმეების გარეშე ეს ახალგაზრდას თან გაიყოლე თორემ ხომ იცი რა სადგურია ჩვენს გვერდით ეგრევე ლუბიანკაზე წაგიყვანე და დედას გიტირებენ მაგ ბიჭს კი კედელთან დააყენებენ რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდეს ჩქარა ნუზოზინებს საც ამოვლენ ახლა თათბირობენ წითლებს სანაცვლოდ რა გამოსტყუონ არტიომი უკვე ფეხზე იდგა და ბარგიც ზურგზე ჰქონდა მოკიდებული ოღონდ არ იცოდა იარაღი ამოიღო თუ არა რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გვირაბში იყვნენ კონსტანტინ ალექსეევიჩი ვანეჩკას პირზე ხელს აფარებდა მოხუცი კი შეშფოთებით გადახედავდა მათ იმის შიშით მესაზღვრემ ბიჭს რამე არ ავნოსო პუშკინსკაიასკენ მიმავალი გვირაბის მხრიდან სადგური გაცილებით უკეთ იყო გამაგრებული გაიარეს ორი კორდონი 100 და 200 მეტრზე პირველ საგუშაგოზე ბეტონის ბარიკადი იყო მოწყობილი ზე ტელეფონის აპარატი იდგა რომელიც პოსტს სადგურთან აკავშირებდა აქვე იყო ყუთები ტყვია წამლით ლიანდაგზე კი იდგა დრეზინა მეორე საგუშაგოზე სილიანი ტომრები დაეხვავებინათ ეკიდა პროჟექტორი და ტყვიამფრქვევის ლულა სიბნელეში იყურებოდა ორივე საგუშაგოზე მორიგეები იდგნენ მაგრამ კონსტანტინ ალექსეევიჩმა ისინი შეუფერხებლად გაატარა საზღვარზე და დაღლილი ხმით უთხრა კიდევ ცოტას გამოყვებით ალბათ უკვე აქ აღარ შეიძლება შენი გამოჩენა მიხაილ პორფირიევიჩ ჯერ ძველი ცოდვები არ უპატიებია ჩემთვის შენ კი ისევ იმას განაგრძობ ხომ გაიგონე ამხანაგი მოსკვინი პირადად დაინტერესდა შენით რაც არის რამეს მოვიფიქრებთ პუშკინსკაიაზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავი შეეცადე არ შეყოვნდე ჩვენებს მათი ეშინიათ აბა მშვიდობით გვირაბს ნელა გაუყვნენ რა დაუშავეთ ასეთ იკითხა არტიომმა მოხუცს ვერ ვიტან ამათ სანამ ომი იყო ჩვენს წრეში რაღაც ტექსტებს ვწერდით ანტონ პეტროვიჩი მაშინ ჯერ კიდევ პუშკინსკაიაზე ცხოვრობდა იქ იზვესტიადან მოტანილი ტიპოგრაფიული მანქანა ედგათ არ ვიცი ვინ მოათრია აჰა და ანტონ პეტროვიჩი იქ ბეჭდავდა ტექსტებს არადა მათი საზღვარი რა უწყინარად გამოიყურებოდა უცებ გაახსენდა არტიომს კიდია დროშა და ორი ცველი დგას საგუშაგოც კი არ სადაგვთ ვერ შეედრება ჰანზის საზღვარს სრულიად გასაგები მიზეზის გამო გესლიანად ჩაიცინა მიხაილ პორფირიევიჩმა მათ საზღვარს მთავარი ზეწოლა გარედან კი არა შიგნიდან აქვს იქ ნამდვილი კორდონები და ზღუდეებია აქ კი დეკორაციაა ერთხანს ჩუმად იარეს არტიომი ცდილობდა შეეგრძნო ეს გვირაბი მაგრამ ვერ ახერხებდა როგორც მონაკვეთი კიტაი-გოროდი და კუზნეცი მოსტამდე ასევე ეს ნაწილიც არავითარ ემოციას არ აღუძრავდა ეს სრულიად უსულო კონსტრუქცია იყო ცოტა ხანში გაახსენდა ნანახი სიზმარი შავნიღბიანი ბავშვები აღდრის ღრუბლებივით ჩამოწოლილი შენობები და რაც მთავარია ხმა ფიქრისგან შარიშურმა და ნაცნობმა წრიპილმა გამოარკვია უცებ ლეშისუნი იგრძნო ფარანი იმ ადგილს მიანათა საიდანაც ხმა მოდიოდა და ნანახმა იმდენად შეძრა რომ წითლების შიშის მიუხედავად კინაღამ უკან გაბრუნდა გვირაბის კედელთან პირქვე სამი გვამი ეგდო მავთულით შებოჭილი ხელის მტევნები ვირთხებს უკვე ნახევრად შეეჭავათ არტიომმა ცხვირზე ხელი მიიჭირა გვამებს მიუახლოვდა და კარგად დაათვალიერა ნახევრად შიშვლებს სხეულზე ჭრილობები არ ეტყობოდათ მხოლოდ კეფაზე ეტყობოდათ თითო ნატყვიარი და ამ პატარა ხროლების ირგვლივ თმა შედედებული სისხლისგან შესწებებოდათ ერთი გასროლით თქვა არტიომმა რაც შეეძლო მშვიდად თან გულის რევის შეკავება ცდილობდა ღმერთო რას ჩადიან ეს არაკაცები აღმოხდა მიხაილ პორფირიევიჩს ვანეჩკა არ შეხედო მოდი აქ მაგრამ ვანეჩკა სულაც არ ნერვიულობდა ერთ-ერთ გვამთან ჩაცუცქდა და თითით დაუწყო სინჯვა თან გახარებული ძმუოდა გვამების თავზე გვირაბის კედელზე გაკრულ სქელ ქაღალდზე გამოსახულიყო ფრთებგაშლილი არწივები და გოთური შრიფტით გამოყვანილი წარწერა ვირტესრიხ რაღაც ეგეთი მეოთხე რაიხი უფრო ქვევით კი უკვე რუსულად ეწერა ვერც ერთი შავი ნაძირალა ვერ გადმოკვეთს დიადი რეიხის საზღვარს აქვე იყო ნიშანი წრეში ჩახატული და გადახაზული კაცუნას შავი სილუეტი არაკაცები
თავი ვერ შეიკავა არწივმა. რატომ დახვრით ეს? სხვა ფერის თმები რომ აქვთ, იმიტომ მიხეილ პორფირევიჩი ცდილობდა ფეხზე წამოეყენებინა გვამების თვალიერებით გართული ვანიჩკა. ხედავ რომ ჩვენი ტიპოგრაფიული დაზგა კიდევ მუშაობს, თქვა მან სევდიანად. ცოტა ხანში გზა განაგრძეს. ფრთხილად მიდიოდნენ, ორიოდე წუთში გამოჩნდა კედელზე წითელი საღებავით დახატული არწივის სიუჟეტი და წარწერა 300 მ. შორიდან ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა. არწივს სულ უფრო იპყრობდა მოუსვენრობის გრძნობა. 300 მეტრი გადარჩა, ჩაილაპარაკა ყრუდ. კიდევ ცოტაც და პროჟექტორის მოულოდნელმა თვალის მომჭრელმა ნათებამ იძულებული გახადა შეჩერებულიყვნენ. ხელები უკან არ გაინძრეთ, გაისმა საიდანღაც მქუხარე ხმა. არწივმა მორჩილად დაიწყო ხელები კეფაზე. მიხეილ პორფირევიჩმა კი ორივე ზემოთ ასწია, თან ვანიჩკას მაჯა ეკავა მაგრად. მე რა გითხარით, ხელები უკან, ნელა იარეთ, განაგრძო ხმამ. არწივი ცდილობდა დაენახა მოლაპარაკი, მაგრამ პროჟექტორის შუქი თვალს ჭრიდა და ვერ ახერხებდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს ასე და გაჩერდნენ. პროჟექტორიც როგორც იქნა გვერდზე შეაბრუნეს. მათ წინ ნამდვილი ბარიკადი იყო აღმართული. ტყვიან ფრქვევებთან ორი ბრგე გუშაგი იდგა. მესამე კი ალბათ მათი უფროსი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. სამივე მესაზღვრე სამხედრო ფორმა ეცოდა. შავი ბერეტი ეხურა. თავგადაპარსულებს სამკლაურებზე გერმანული სვასტიკის მსგავსი ნიშანი ჰქონდათ გამოსახული. ოღონ ამ ნიშანს 4 ბოლოს მაგიერ 3 ჰქონდა. ცოტა მოშორებით კიდევ რამდენიმე კაცი მოჩანდა. ერთ-ერთ ფეხით ძაღლი ეჯდა. კედლები აჭრელებული იყო არწივებით, ჯვრებით, ლოზუნგებით და არა რუსების ლაზვაგინებით. წარწერების ნაწილი გერმანულ ენაზე იყო. აქვე ეკიდა დროშა არწივის გამოსახულებით, მის ქვეშ კი ისევ ის ნახატი გადახაზული შავი ფიგურა წრეში. ერთ-ერთმა გუშაგმა ნაბიჯი წინ გადადგა. გრძელი კომბლის მსგავსი ფარანი აანთო და აუჩქარებლად დაათვალიერა სამივე. განსაკუთრებით აინტერესებდა მათი სახეები. ალბათ უნდოდა მათი არასლავურობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი ეპოვა. რადგან ხელს ჩასაჭირი ვერაფერი აღმოჩინა, საბუთების წარმოდგენა მოსთხოვა. არწივმა თავისი პასპორტი მაშინვე გაუწოდა. მიხეილ პორფირევიჩმაც როგორც იქნა მოძებნა თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და გუშაგს გადასცა. ამისი საბუთი სადღა გააქვთ, გუშაგმა ამ რეზით გაიშვირა ხელი ვანიჩკასაკენ. საქმე ისაა, რომ ბავშვს დაუწყო ახსნა მიხეილ პორფირევიჩმა. ხმა ჩაიკმიდე, უნდა მომმართოთ ბატონო ოფიცერო. დასჭექა გუშაგმა და ფარანი ხელში აათამაშა. ბატონო ოფიცერო, საქმე ისაა, რომ ბავშვი ავად არის. მას პასპორტი ჯერ არ აქვს, მაგრამ ჩემთან არის ჩაწრილი, აი აქ. ისევ ალაპარაკდა მიხეილ პორფირევიჩი. ცდილობდა გუშაგის თვალებში თანაგრძნობა მოეკითხა. მესაზღვრე კი გაყინული სახით კლდესავით იდგა და არწივმა იგრძნო, რომ სიამოვნებით მოკლავდა მას. ოფიცერმა მოხუცის პასპორტი ბოლომდე ჩაფურცლა. ფოტო სად არის? იკითხა ბოლოს ზიზღით. ვანიჩკა აქამდე წყნარად იდგა. ძაღლს ათვალიერებდა და რაღაცას ღუღუნებდა. უცებ რატომღაც მისი ყურადღება გუშაგმა მიიპყრო. ბიჭმა კბილები დაკრჭა და ღრენა დაიწყო. არწივს შეეშინა, რომ საცუდავ ბავშვს ამას არ აპატიებდნენ. იმ წუთას სულ აღარ ახსოვდა, რომ თვითონ რამდენიმეჯერ კინაღამ გალახა ბიჭი. მესაზღვრემ უნებურად უკან გადადგა ნაბიჯი. ვანიჩკას დააშჭრდა და კბილებში გამოსცრა. მოაშორეთ ეს ძაღლიშვილი, თორემ მე ვიზავ ამას. გთხოვთ ვაპატიოთ ბატონო ოფიცერო, მას არ ესმის, რას ჩადის. წამოსდა უნებურად არწივს. მიხეილ პორფირევიჩმა მადლიერებით შეხედა ჭაბუკს. გუშაგმა დაკეცა არწიომის პასპორტი, მიაჩეჩა მას და ცივად უთხრა: თქვენთან კითხვები არ გვაქვს, შეგიძლიათ გაიაროთ. არწივმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ადგილზე გაქვავდა. ფეხები არ ემორჩილებოდა. ოფიცერი ისევ მოხუცისაკენ შებრუნდა და განმეორებით დაუსვა კითხვა ფოტოს შესახებ. იცით საქმე ისაა, დაიწყო მიხეილ პორფირევიჩმა. ბატონო ოფიცერო, საქმე ისაა, რომ ჩვენს სადგურზე ფოტოს გადაღება შეუძლებელია. სხვა სადგურებზე კი ძალიან ძვირი ღირს და მე არა მაქვს ამისი ფული. გაიხადეთ, სიტყვა შეაწყვეტი და გუშაგმა. ბოდიში ვერ გავიგე. ამოილუღლუღა მოხუცმა და არწივმა დაინახა, რომ მას მუხლები აუკანკალდა. არწივმა ზურგჩანთა მოიხსნა და იატაკზე დადო. საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, რას აკეთებდა. ხანდახან ხდება ისე, რომ სულაც არ გინდა რაიმე ნაბიჯის გადადგმა. ვერც წარმოგიდგენია, რომ ასე მოიქცევი და ყველაფერი თავისთავად ხდება. შენ თავად რჩები გაკვირვებული ამით და თავს ირწმუნებ, რომ დამნაშავე არ ხარ ამაში. არწივი გრძნობდა, რომ
თუ ახლა მოხუც და ბავშვს გააშიშულებდნენ და მესამე მეტრზე წაიყვანდნენ, მე-300 მეტრზე წაიყვანდნენ, როგორც იმ შავებს, იგი ამოიღებდა ზურგჩანთიდან ავტომატს და შეეცდებოდა რაც შეიძლება მეტი კამუფლაჟიანი არაკაცის ჩაძაღლება მოესწრო, სანამ თვით მას არ მოკლავდნენ. მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, სულ ერთი დღის წინ გაიცნო ვანიჩკა და მოხუცი, არც იმას, რომ მას უეჭველად მოკლავდნენ და აღარც იმას, თუ რა დაემართებოდა მის მშობლიურ სადგურს. ზოგჯერ საერთოდ არ უნდა იფიქრო ასეთ რამეებზე. გაიხადეთ, გაიმეორა მკაფიოდ ოფიცერმა, უნდა გაგჩხრიკოთ. მაგრამ რატომ ძლივს ამოთქვა მიხაილ პორფირევიჩმა, სიჩუმე, ჩქარა, დაიღრიალა გუშაკმა და მან პისტოლეტის ბუდე შეიხსნა. მოხუცმა აჩქარებით დაიწყო ქურთუკის ღილების შეხსნა. შემდეგ გაიხადა თბილი მაისური ჩექმები და როდესაც ჯერი შარლის ქამარზე მიდგა, წუთით შეყოვდა. ჩქარა, კვლავ დაიღრიალა ოფიცერმა. ხომ გესმით, უხერხულია, ამოიკნავლა მიხაილ პორფირევიჩმა და პასუხად გუშაგის მუშტი მიიღო კბილებში. არტიომმა ანგარიში მიუცემლად გაიწია მოხუცისაკენ, მაგრამ ვიღაცამ უკნიდან ხელისტაცა. ყმაწვილი ცდილობდა თავი დაეხსნა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამ დროს სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ვანეჩკა, რომელიც შავბერეტიან ახმახტ წელამდე სტუდებოდა, ღმულით გაექანა, კბილებით ჩააფრინდა მაჯაში და მკერდში ხელი დაარტყა. პირველ წამს ოფიცერი დაიბნა, მაგრამ ყისიარად გამოერკვა. ბავშვს ხელი ჰკრა, პისტოლეტი ამოიღო, დაუმიზნა და ესროლა. გვირაბის ეკომ გასროლის ხმა გაათმაგა, მაგრამ არტიომს მოეჩვენა, რომ მაინც გაიგონა, როგორ ამოიკვნესა ვანეჩკამ, სანამ ჩაიკეცებოდა. ბავშვმა მუცელზე იტაცა ხელი. ოფიცერმა მას ჩექმა ჰკრა, ძირს დააგდო და ამჯერად თავში დაუმიზნა. მე თქვენ გაგაფრთხილეთ, ცივად გადაუგდო მიხაილ პორფირევიჩს, რომელიც ერთ ადგილას გაქვავებულიყო და ხროტინებდა. არტიომს თვალთ დაუბრუნდა, ისეთი ძალა მიეცა, რომ უკან მდგომმა ჯარისკაცმა ვეღარ შეაკავა. ზურგჩანთას დასწვდა და ავტომატიც კი არ ამოუღია. ისე მიუშვირა ჯერი. იმავე წამს ოფიცრის კამუფლაჟით შემოსილი მკერდი ნატყვიარების რიგმა გადასერა.